მოგესალმებით, მე გახლავართ მანანა მგალობლიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და დღეს ჩემი საუბრის თემა ვარიკოცელე მამაკაცებში. რა არის ვარიკოცელე? იწვევს თუ არა ის უშვილობას ან სქესობრივ დისფუნქციას, რა ზიანს აყენებს ის მამაკაცის ჯანმრთელობას, როგორ ხდება ვარიკოცელეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამის შესახებ მე ახლავე მოგიყვებით, მანამდე კი გამოიწერეთ ჩემი არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ვარიკოცელე ეს არის მამაკაცის სათესლე ჯირკვალში ვენების გაგანიერება, გაფართოება, რომელიც იწვევს მასში სისხლის მიმოქცევის დარღვევას. უმეტეს შემთხვევაში ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ მამაკაცებს აწუხებთ ყრუდტკივილი სათესლე ჯირკვალში, დისკომფორტი და შესაძლოა თვალით ხილული გაფართოებული ვენები სათესლე ჯირკვალზე. ვარიკოცელე უმეტესად გვხვდება მარცხენა სათესლე ჯირკვალში, მისი ანატომიური და ფუნქციური თავისებურებების გამო. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში, ზოგად პოპულაციაში, ვარიკოცელე გვხვდება დაახლოებით 15-20%-ში, ხოლო უშვილო წყვილებში მამაკაცების დაახლოებით 30-40%-ში. ზოგჯერ ვარიკოცელე გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. მოგეხსენებათ, რომ სპერმატოგენეზი, ანუ ახალი სპერმატოზოიდის უჯრედების წარმოქმნა ხდება მამაკაცის სათესლე ჯირკვალში, ხოლო სათესლე ჯირკვალი მდებარეობს სხეულის გარეთ და არა მაგალითად მუცლის ღრუში და სპერმატოგენეზისთვის საჭიროა 2-3 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა, ვიდრე სხეულის ტემპერატურა. თუ სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 36 გრადუსი ან 36.5 შეიძლება იყოს, სპერმატოგენეზისთვის საჭიროა 32-დან 35 გრადუსამდე. სწორედ ამიტომ ბუნებამ ისე დაადგინა, რომ სპერმატოგენეზი მიმდინარეობს სათესლე ჯირკვალში, რომელიც მდებარეობს სხეულის გარეთ. თუ სათესლე ჯირკვალში ვენა გაფართოებულია, სისხლის მიმოქცევა ირღვევა, შესაბამისად იზრდება ტემპერატურა ქსოვილში, რაც გავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე. ირღვევა სპერმატოგენეზის პროცესი, ითრგუნება სპერმის ხარისხი, რაც მოქმედებს მამაკაცის განაყოფიერების უნარზე. აქედან გამომდინარე, ვარიკოცელე ასოცირებულია უშვილობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც აქვს ვარიკოცელე, აქვს უშვილობის პრობლემა, ან პირიქით, რადგან შესაძლოა მამაკაცს ჰქონდეს ვარიკოცელე, მათ შორის მძიმე ფორმა, მაგრამ სპერმატოგენეზი იყოს შენარჩუნებული და პირიქით, შეიძლება ვარიკოცელე არ ჰქონდეს და სპერმატოგენეზი იყოს დარღვეული. აქ მნიშვნელოვანია სტატისტიკა, უშვილო წყვილების დაახლოებით 30-40%-ში მამაკაცებში გვხვდება ვარიკოცელე, თუმცა ამ 30-40% ვარიკოცელეს მქონე მამაკაცებიდან დაახლოებით 50%-ს არ აქვს დარღვეული სპერმატოგენეზი. მოქმედებს თუ არა ვარიკოცელე მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე. აქ მოკლედ კი პასუხებთ, რომ ვარიკოცელე პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ ახდენს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი სათესლე ჯირკვალში, ეს თავისთავად აუარესებს მის სქესობრივ ფუნქციას, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრების ხარისხს. ვარიკოცელეს დიაგნოზი ისმება სათესლე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევით, რომლის დროსაც ასევე ტარდება დოპლეროგრაფია, ანუ სათესლე ჯირკვლების სისწარღვების ექოსკოპიური კვლევა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, სიმპტომატიკაზე, აქვს თუ არა მას ტკივილი, რამდენად ძლიერია ის, აქვს თუ არა რაიმე სახის დისკომფორტი, უშვილობა, ანუ რეპროდუქციული ფუნქცია როგორია სპერმის ხარისხი და რა მონაცემებია ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული კვლევით.
უმეტესად მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ოპერაციული ჩარევა, ანუ ქირურგიული ოპერაცია. აუცილებელია, რომ ქირურგიული ჩარევისას გათვალისწინებული იყოს მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქცია. მაგალითად, თუ მამაკაცს კარგი სპერმის ხარისხი აქვს და საჭიროა ქირურგიული ჩარევა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ სპერმა იყოს შენახული ყოველი შემთხვევისთვის, თუ მისი ხარისხი გაუარესდა. მაგრამ თუ სპერმის ხარისხი არის ძალიან დაბალი, ან თითქმის აზოოსპერმი, ანუ თითქმის არ არის მასში სპერმატოზოიდის უჯრედები, ამ შემთხვევაში ოპერაცია პირიქით გამართლებულია, რადგან მან შესაძლოა გააუმჯობესოს სპერმის ხარისხი. სხვა შემთხვევაში შეიძლება ის არ შეიცვალოს და სპერმის ხარისხი, რაც არის, ესე მარტივად რო ვთქვათ, იმაზე უარესი ვერ იქნება. ვარიკოცელეს ოპერაციისას ტარდება გაფართოებული ვენის გადაკვანცვა. თუ მამაკაცი მომავალში გეგმავს რეპროდუქციულ ფუნქციას, ოპერაციის დაგეგმვისას მან კონსულტაცია ასევე უნდა ჩაიტაროს ექიმ რეპროდუქტოლოგთან. გამოიწერეთ ჩემი არხი, კომენტარების ველში დატოვეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომელზედაც მე აუცილებლად გიპასუხებთ.